ხანდახან არის სიტუაცია, როცა ხელში ჩაგევარდება მაღალი ხარისხის ღორის ანტრეკოტი. როგორც ლეგატოს ანტრეკოტი არის, იბერიკოსი. არის ზოგი ხორცი, მას არ უნდა მოეპყრო ისე ზედაპირულად, ცოტა მონდომებით უნდა გააკეთო რაღაცეები. ამიტომ დღეს ჩვენ ცოტა კომპლექსურ რეცეპტს გავაკეთებთ. ეს იქნება კორდონ ბლუს და ღორის ანტრეკოტის ნაზავი რაღაც, მოშნიცელო, ტონკაცუო, მოკლედ რაღაცების მეურნეობია რა. და გავამოყევით და განახებთ როგორ გააკეთოთ ეს ტექნიკაა უფრო ვიდრე ამას სხვა, იმიტომ ისწავლეთ და გამოიყენეთ. პირველ რიგში ვიღებთ შესანიშნავ ლამაზ ღორის ანტრეკოტებს. ცხიმიანობის დონეს კუნთში და შეხედეთ, ანუ ზოგადად ეს მხოლოდ იბერიკოს ახასიათებს ხოლმე ეგეთი რაღაცეები. და რა შვებით? ამ ჩვენ ხორცს ვუკეთებთ ჩანთას შიგნით. გავჭირთ ერთი მხრიდან და ხრელი იყოს უნდა ჩანთასავით, ესე ვთქვათ. ბუტერბროდს ვაკეთებთ შიგნით რაღაცებს. მეორეს ვუკეთებთ იგივეს. ეს ორი სივრცე ჩვენ უნდა შევავსოთ კარაქის, ნივრის, ოხრახორშის და ქლიავის შირის მიქსით. იღებთ ვალიოს კარაქს, ისე უხვად და ვათავსებთ ამ კარაქს ჭამში. 3 კვირნი 2, იგივე რაოდენობით ქლიავის შირი და ახობით 4 ცალი. და აქვე ოხრახორშის ფოთლები. ჩვენ შეაურევთ და ვკეპავთ. ოდნავ მარილი, ეს ყველაფერი მიდის კარაქში. და ამას ხმაურებთ. თავისთავად ეს კარაქი უკვე გემრიელი რაღაცა არის, შეიძლება პურზე წაუსვათ და სასიამოვნო იქნება ძალიან. ეს ჩვენ გვინდა გულსართისთვის. ვიღებთ კოვზით ამ კარაქის მასას და ამ კოვს ტენით შიგნით ჩვენ ხორცში. იმდენი არ შედოთ, რომ პირისპირზე მისვლა ვერ შეძლოს. აუცილებელია პირისპირზე მივიდეს, რომ მე დაფიქსირება და შეჭრა შევძლოთ ნორმალურად. ჭხირებს ჩავარჭობთ შიგნით, რომ გაგვიმარტივოს ცხოვრება, უბრალოდ რომ მაინც არ გაიხსნას რაღაცეები. ახლა ცოტა მარილი ზემოდან, ცოტა მარილი მეორე მხრიდან. ეხლა ვიწოთ პანირებას. პანირებისთვის კვერცხები, მარილი ცოტა მარილი ფქვილშიც, პირველ რიგში რა თქმა უნდა ფქვილი, კარგად ყველა მხრიდან, რომ დაიკავოს. შემდეგ კვერცხი, რატომ კარგად აღწასმული ყველგან, და საფანერო. ისევ კვერცხი, ნაზად და ფაქიზად, და ძირითადად ცადეთ რომ ძვალს მოკიდოთ ხელი და არა რამე სხვას. გულმოდგინეთ, არ დაიზაროთ კვერცხი, საფანელი, ვაბრუნებთ უკან, ვასვენებთ. დიდი ტაფა არ აიღოთ ძალიან, იმიტომ რომ დიდი ტაფაზე ზეთი ძალიან გაიშლება. იმიტომ რომ ბევრი ზეთი ჭირდება ამ კერძს. ვიყენებთ პავადეს ზეითუნისეც. Und არა extra virgins და ოდნავ კარაქს დავამატებთ გემოსთვის. და ვათავსებთ ხორცს ცხელ წებში. აუცილებლად როგორც კი თავს მოკრავს ერთი მხარე, კიდევ ძვალს და ჭრილობის მხრიდან დებთ, რომ იქაც პირი მოიკრას. რომ მაქსიმალურად ნაკლებად გაჟონოს კარაქმა. დავუწიოთ დაბალზე და დავტოვოთ ახანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მხრიდან კარგად მოიბარწოს იქამდე, სანამ ღუმელში შევაგდებთ, რომ ბოლომდე დაამთავროს მზადება. და იმუშავეთ პინცეტით, რომ არ შეეხოთ იმ პანკოს და კვერცხის ნაწილს. არ გააძრო ზედაპირი. ეს კარგად დაიბრაცა. დაბრაწული ხარით ქვემოთ საცხობ პირპიტაზე. ეხლა დაახლოებით 15 წუთი ღუმელში და წერბირება. ამასობაში ღუმელში მაქვს შეგდებული ნიორი. მეც ფოლგაში ცხებოდა და მაგას გამოვიყენებთ როგორც გარნიშს. ახლა ჩვენ გავხსნით ილ და ფრანსის მონტავერს და დავადებთ ჩვენ ლეგატოს ღორს. გამოვიღოთ ღუმელიდან ჩვენი ფუშფუშა ხორცები. ეს ზემოდან თიკოზე მასის. ეს შესანიშნავად ჯერ ერთი სლაისი მონტავერი, მერე მეორე სლაისი მონტავერი საპირისპირო მხარეს. ამას ზოგადად ვია კულინარიული განმკითხაობა. თან გრანაპადონო მოვაყაროთ. ცოტა პარმეზანმა რა დააშალო და შებრუნდა უკან ღუმელში. ამასობაში ამოვიღეთ გამოცხალი ნიორი. მანამ ცხელია მარტივად გამოვა. აი ეს წყნარად გემრიელად. და ცხელ ნიორს, მარილი და ნაშარაბი. ჩვენ ანტრეკოტს ხობა იყო. სერვირებისთვის ძირში ჩვენი ნივრის და ნაშარაბის მასა. და სერვირებისთვის სატრაპეზო კერძი მაგალითად 3 მარტისთვის, ან 8 მარტისთვის შესანიშნავი ვარიანტები არის. ჩავარჭობთ ჩანგალს, ჩამოვჭრით. შესანიშნავი ვარდისფერი ფერი არის. შიდა ტემპერატურა 70 გრადუსი.